ყოველი ვისაც გონება არ აქვს დაბნელებული და თვალი არ აქვს დაბნელებული, ყველა კარგად ხედავს, რა მძიმე ვითარებაშია ქვეყანა და რა ჩიხში შევდივართ და როგორ მივექანებით ძალიან მძიმე პროცესებისკენ და მე ვხედავ და ღმერთმა არ ქნას ეს მოხდეს, რომ ეს პროცესები შესაძლოა ერთმშვენიერ დღეს დასრულდეს ძალიან მძიმე შედეგებით, რომელსაც შემდგომ უკვე ქართულ ოცნებას, როგორც ხელისუფლებას, როგორც პასუხისმგებელს ქვეყნის აწყოსა და მომავალზე, იმიტომ რომ ხელისუფლებას აქვს ეს პასუხისმგებლობა, აღარავინ ამას არ აპატიებს. აი მძიმე შედეგს, რომელიც შესაძლოა დადგეს ამ ქვეყანაში. აი რა ნიშნებით შეიქმენით, ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, აი ამ სტატუსის დაწერა. არა თუ შევიქმენი, არამედ ეს ყველაფერი ხდება დიანა ჩვენს თვალწინ. აგრესიის ხარისხი არის ძალიან მაღალი. ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ. კაცდება სადამსჯელო ღონისძიებები, დაპატიმრებაზეა, კანონები კაცრდება და ჩვენ ხედავთ უკვე, რომ მიდის მასობრივი დაპატიმრებები ახალგაზრდობის. პარალელურად ჩვენ ხედავთ იმას, რომ აგრესიის ხარისხი იმატებს აქტივისტებს შორისაც. არის ჯგუფები, რომლებიც ისე ებრძვიან უსამართლობას, როგორც თავის დროზე ჩვენ ვებრძოდით. მაგალითად, ჩვენ როდესაც დაპირისპირებული ვიყავით სააკაშვილის რეჟიმთან და 9 წელი ვიბრძოდით ქუჩაში, გვცემდნენ, გვავიწროვებდნენ, გვარბევდნენ, ქუჩის ტელევიზია გავაკეთეთ იმის გამო, რომ არხი წაგვართვეს, მაგრამ აი ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ არასდროს ჩვენი სიმართლისთვის ბრძოლა არ გაგვიტარებია პირადი შეურაცხყოფის ჭრილში და არავისთვის, არც სააკაშვილისთვის, არც სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის იმის მიუხედავად, რომ ვიყავით რადიკალურად დაპირისპირებულები მათთან, პირადი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. მეორეს მხრივ, სააკაშვილზე იმდენი რამ თქმულა იმ პერიოდში. მე ვლაპარაკობ ჩვენ გუნდზე და ჩვენ თავზე და მე ვამბობ იმას, რომ პირადი შეურაცხყოფა ადამიანის ღირსებასთან შეხება. თქვენ ახლა აი ამ შორის მეთოდებს აკრიტიკებთ ხელისუფლებას, აკრიტიკებთ ოპონენტებსაც. აი იმ ჯგუფს, რომელიც გამოირჩევა პირადი შეურაცხყოფით, ადამიანის ღირსების შელახვით, ეს არ არის ის გზა, სიმართლისთვის იბრძვის სისტემას, გინდა უკანონობა შეიცვალოს, მაგრამ შენი ბრძოლის მეთოდი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ყოველთვის ზნეობის ფარგლებში და არ უნდა ეხებოდეს პიროვნების შეურაცხყოფას. და მე მგონია და მინდა და მაქვს ასეთი სურვილი, რომ საერთოდ არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, იქნება ეს ხელისუფლება, იქნება ეს ოპოზიცია, ერთად შევცვალოთ აი ეს სტანდარტი. ყველა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დაუშვებელი და მიუღებელია პირადი შეურაცხყოფა. ეხლა ამითი ორივე მხარე გამოირჩევა. არც ერთი მხარე არ აკლებს ერთმანეთს ამას. მაგრამ კიდევ ერთხელ აი ამ კრიზისის ხომ ცხადია, კრიზისის, არ ვიცი, მოგვარებისკენ, კლიმატის შეცვლისკენ, იმიტომ რომ მართლა ყოველდღიურად სულ უფრო მძიმდება ჰაერი, ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი პროტესტში მყოფი ჯგუფებისთვის ეს ყველაფერი დაიძაბა და აგრესიული ფონი გაძლიერდა კობახიძის ამ ორწლიანი მმართველობისას. 2024 წლიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ნული თანაგრძნობა, არავის არაფერს არ ვაპატიებთ, ყველას დავჯით. პირდაპირ მინდა ვთქვა, ახალგაზრდობასთან დაპირისპირება არ მოუგია მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოს. არ მოუგია ახალგაზრდობასთან აი ესეთი სიჯიუტე, ესეთი სიხისტე არც ერთ ხელისუფლებას. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ეძებდეს გადაკვეთის წერტილებს, შეხების წერტილებს ჩვენს მომავალ თაობასთან, რომელმაც დიანა ხვალდაზეկ ეს სახელმწიფო უნდა ჩაიბაროს, ჩვენ დავიხოცებით, წავალთ, აღარ ვიქნებით ერთშვენიერ დღეს და უნდა მოვიდეს ახალი თაობა, რომელიც ამ ქვეყანას ჩაიბარებს და ჩვენ რა მაგალითს ვაჩვენებთ ამას? მაგალითის ძალა არის ძალიან ძლიერი. აი მაგალითის ძალა იყო, როდესაც გვარამია 300-იანი კომბინაციით მიმართავდა მანდილოსან პოლიტიკოსებს და საუბედუროდ მან ჩაუყარა საფუძველი აი ესეთ პირად შეურაცხყოფებს და მე ეს ნეგატიური მაგალითი გახდა. და მე მინდა რომ ჩვენ ვაჩვენოთ პოზიტიური მაგალითი. აი რა შეიძლება ამ ვითარებაში რა უნდა იყოს? არა პირადი შეურაცხყოფის გზა, არამედ
გზა მაჰათმა განდის გზა, პროტესტი, შეურიგებლობის, წინააღმდეგობის, იმიტომ რომ რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენის ცდელობა. კანონები, რომელსაც იღებენ, ეს არის წითელი კანონები, რაც ჩვენ 30-იან წლებს გვახსენებს და არავის არ უნდა დაბრუნება იმ წარსულთან, არავის არ უნდა ამ წითელი კანონების წნეხის ქვეშ ცხოვრება, ახალგაზრდობას არ უნდა იმ ტიპის სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ერთ ჯგუფს აქვს მიტაცებული ყველაფერი. და ჩვენ ხედავთ, რომ 0.7% ჩვენი მოსახლეობისა არის ამ ქვეყნის ფულის, სიმდიდრის, ყველაფრის გამკარგველი და დანარჩენი 99.3% იბრძვის ფიზიკური გადარჩენისთვის. დღეს ჩვენ საუბედუროდ ვართ ფეოდალურ სახელმწიფოში. აი ფეოდალური სახელმწიფო ააშენა განსაკუთრებით კობახიძის ორწლიანმა მმართველობამ. მე ხა პირდაპირ გაკვირდებით და ძირითადად კობახიძეს ირგვლივ არის კონცენტრირებული თქვენი კრიტიკა. ნახეთ, დავაკვირდეთ მოდი წინა პრემიერებს. მამუკა ბახტაძეს, გიორგი კვირიკაშვილს, იგივე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობას და თავად ბიძინა ივანიშვილი, როდესაც იყო პრემიერი. ახარიაც იყო. კი ბატონო, აი ამ ყველა პრემიერის მმართველობის პერიოდში ქვეყანა არასდროს არ ყოფილა ისეთ ჩიხში და ისეთ კრიზისში და ისეთ უბედურებაში, რა ჩიხსა და უბედურებაში შეგვიყვანა კობახიძის აი ამ ორთვიანმა მმართველობა. სწორედ ეს პრემიერებს შორის შედარება გაძლევთ იმაზე საუბრის საფუძველს, რომ ივანიშვილი ყველა პრემიერის პერიოდში იყო, მაგრამ ფიქრობთ, რომ აქ ეს ივანიშვილის ხელწერა კი არა, ანუ ქვეხელწერაა კობახიძის, ანუ რა რეალობაც არის. ამ შემთხვევაში ნამდვილად ივანიშვილი ყველა პერიოდში იყო, მაგრამ ის პერიოდები არ გამოირჩეოდა მსგავსი სადამსჯელო ოპერაციებით, მსგავსი კანონების მიღებით, იგივე დანოსების, ეგრეთ წოდებული დანოსების შესახებ კანონი. ამაზრზენი, როდესაც ძალაში შედის 20-იანი წლების ბოლშევიკური სტილის და დატვირთვის კანონი. როდესაც ნებისმიერ შეუძლია დაგადო არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილისთვის ეხლა რეალობა შეცვლილია და იმიტომ შეიძლება იყოს კობახიძის ეს 2 წელი განსხვავებული სხვებისგან. ანუ კობახიძის 2 წელი კი არ იყოს, უბრალოდ ივანიშვილისთვის ახლა უკრაინაში ომის შემდეგ ზოგადად ქვეყნის შიგნით აი ამ 2024 წლის არჩევნების არაღიარების და ბოიკოტის შემდეგ მისთვისაც შეიცვალა მოცემულობა და ამიტომაც სხვა ხელწერით არის ახლა კობახიძის შესრულები. ამიტომ თუ ვითარება შეიცვალა, პირველ რიგში ეს უნდა დავინახოთ ჩვენ და ვნახოთ, რომ ვინ დგამს ნაბიჯებს. მე დღეს პოლიტიკურ სპექტრს რომ ვუსმენ, ვხედავ ძალიან ბევრ წამქეზებელს. წამქეზებელი მეტია საუბედუროდ, ვიდრე შერიგების მსურველი, ამ კრიზისის მაგიდასთან გადატანის მსურველი. ვიდრე მსურველი იმისა, რომ რაღაცნაირად შევიკრიბოთ, დავსხდეთ, ვისაუბროთ, გამოვიყენოთ ამისთვის, თუნდაც სახალხო დამცველის შენობა, არაჩვეულებრივი შენობა და სივრცეებია და აი ვისე პატიჟებით მაგიდასთან სახალხო დამცველის ოფისი. აი მოდი წარმოვიდგინოთ რა ტიპის შეკრებაზე საუბრობთ. შესაძლოა დაგსჩეთ შტაბ-ჟლება, რომ ძალიან ბევრს ვიღებ ჩემ თავზე, მაგრამ ნამდვილად შემიძლია, რომ ყველას მოვუხმოთ და დარწმუნებული ვარ, რომ მოვლენ რატომღაც მგონია რომ მოვლენ, იმიტომ რომ ეს შესაჩერებელია, შევიკრიბოთ, დავსხდეთ მაგიდასთან, ხელისუფლებამაც გამოყო საინიციატივო ჯგუფი, ახალგაზრდებმაც შეკრიბონ ესეთი საინიციატივო ჯგუფი და დავიწყოთ მაგიდასთან საუბარი. თორემ აი ასეთი დაპირისპირება და ჩვენ ხედავთ უკვე რა ხდება. ეხლა არაღიარებენ ჯგუფები საერთოდ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, რომელიც შეიძლება თქვენ მაგიდასთან ეპატიჟებოდეთ. აქ ლეგიტიმაციის მიცემა არ მიცემაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებამ გადმოდგას ნაბიჯები, შეცვალოს კანონმდებლობა, ასევე დაპატიმრებულია ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომლებსაც რეალურად მოწმეებიც არ არის, ცრუ მოწმეები გაყავთ სასამართლო პროცესებზე და ჩემთვის მაგალითად საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა იჯდეს ციხეში არაჩვეულებრივი მსახიობი და ახალგაზრდა ანდრო ჭიჭინაძე. აი რას მატებს ეს ან ქვეყანას, ან საზოგადოებას რას მატებს, რომ ის იყოს პატიმრობაში. რა გვემატება ამითი? არაფერი, ამიტომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. მან 0
თანაგრძნობის ჟანრში კი არ უნდა ესაუბრებოდეს ის ახალ თაობას, არამედ უნდა ლაპარაკობდეს იმ პოზიციიდან, რომ ჩავაქროთ ეს ვითარება, ჩავაქროთ კოცონები, გაათავისუფლონ ახალგაზრდები, გამოუშვან იმ ციხიდან, გახსნან ეს კარი. მოდი თქვენი ხედვით როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ კრიზისის დაძლევა, ამაზე ვილაპარაკოთ. მოკლედ, პირველი ეს წარმოგიდგენიათ, რომ მაგალითად სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბონ პოლიტიკური ძალები, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები. მე ძირითადად აქცენტი მაქვს ამ შემთხვევაში ახალგაზრდობაზე, იმიტომ რომ ახალგაზრდობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არის გარეთ იბრძვის უკეთესი ქვეყნისთვის, აქვს მისი ხედვა უკეთეს ქვეყანაზე, სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული კანონმდებლობა, არავის არ უნდა ფეოდალურ სახელმწიფოში ცხოვრება. და ამიტომ მე ასე ვხედავ პროცესს, რომ შევიკრიბოთ ახალგაზრდებიც იმ ფლანგიდან, პროტესტში მყოფი ადამიანები. კი ბატონო, იმ ფლანგიდან ჩვენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უჭერენ ხარს, კი ბატონო, მობრძანდნენ, ყველა შევიკრიბოთ, იმიტომ რომ მეგობრებო, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აი ამ დაპირისპირებაში ძალიან ძიმე ფაქტის წინაშე და ჩვენ გავლილი გვაქვს დიანა 90-იანი წლები. ნანახი გვაქვს სამოქალაქო დაპირისპირება, ნანახი გვაქვს რას ნიშნავს, როდესაც ერთმანეთს ვებრძოდით, უპირისპირდებოდით და იმის მერე ქვეყანა ვერ დადგა ფეხზე. ვერ გასწორდა წელში და ეხლა მე მაქვს განცდა რაღაცა ავის მომასწავებლის, რომელსაც საუბედუროდ ვხედავ წინ და მინდა რომ აი ამ გამოსვლით თუნდაც შეკრების მიღმა ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს. პირველი პატიმრების გაშვება, ფიქრობ თქვენ რომ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. აუცილებლად უნდა გაიხსნას ციხის კარი, ახალგაზრდები გამოვიდნენ გარეთ. უნდა შეიქმნას პარლამენტში, ამავე პარლამენტში ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მუშაობას აი ამ კანონების შეცვლაზე. ჩვენ არ გვჭირდება წითელი კანონები. ანუ ამბობთ რომ 24-ის შემდეგ რა კანონებიც იქნა ამ პარლამენტის მიერ მიღებული, ეს ამათი უკან წაღება უნდა მოხდეს? უნდა არასხივებს ამ განწყობას ხელისუფლება. ვიცით რა ასხივებს თუ არასხივებს ეს დანოსების შესახებ კანონი ჭყალებში დანოსების და კიდე სხვა მძიმე კანონების ნაწილი მაინც უნდა შეიცვალოს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ შეიძლება ტროტუარზე დგომის გამო, იმის გამო, რომ ახალგაზრდა ადამიანი აპროტესტებს რაღაცას, პირდაპირ ციხეში უკრა თავი. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ გამოხატვის თავისუფლება რა არის. ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, პირადი შეურაცხყოფა რა არის. ეხლა ისე არის წარმოჩენილი, თითქოს პირადი შეურაცხყოფა მისაღების სტანდარტია და არ არის ასე დიანა ევროპის ქვეყნებში, მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ, სისხლის სამართლის კოდექსის თუ არ ვწდები 195 მუხლია, რომელიც ძალიან მკაცრად არეგულირებს რას ნიშნავს პირადი შეურაცხყოფა. და არ შეიძლება ჩვენ იმ ვითარებაში ვცხოვრობდეთ, როცა ვისაც გაეხარდება, როგორც მოესურვება, ისე ამ სამსიტყვიანი კომბინაციით მოგმართავს და ჩათვლის მერე რომ ეს გამოხატვის თავისუფლება არა მეგობრებო, ეს უნდა დავამთავროთ. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ და ვერ მოვახერხებთ იმას, რომ რაღაცნაირ კონსტრუქციულ ჩარჩოებში გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი, ვხედავთ ჩვენ დედაქალაქში, სხვა ქალაქებში შეიარაღებულ ახალგაზრდებს უკვე. აბა დავაკვირდეთ იარაღის შავი ბაზარი, როგორ მუშაობს, საიდან აქვთ ახალგაზრდებს ამდენი იარაღი, როგორ ხდება რომ იარაღის უფლება, ტარების უფლებას იღებენ შემთხვევითი გამვლელები. თქვენ არ ხართ, ასე ვთქვით, ვერ იტყვით რომ მუდმივად აქტიური ხართ, აი დრო და დრო უფრო ვთქვათ სოციალურ ქსელში ან ეთერში ვთქვათ გააქტიურდებით და ამ დროს ეხლა ესეთი ინიციატივით როცა გამოდიხართ, რაიმე ტიპის მოთელვა ვინმესთან, აი ვიდრე ამას დაწერდით ან იტყოდით ამ სტუდიაში ხომ არ ქონიათ თუ მაგალითად არ ვიცი რაღაც კავშირები ან ურთიერთობები ან ოპოზიციურ ბანაკთან ან სახელისუფლებოსთან გაქვთ თუ არა, ანუ ვინმე დაარწმუნეთ თუ არა რომ აი რაღაც დიალოგის და მაგიდის დროა ახლა ამ ქვეყანაში. თქვენი გადაცემიდან ვთელავ მე ამ სიტუაციას და არაფერი
მოსათელიც არ არის სინამდვილეში, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ პოლიტიკოსები, ანუ პრეტენზია გვაქვს, ხო, ესე გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას ეს ამოცანა და ეს მიზანი აქვს, ხო? მართოთ ქვეყანა, მაშინ ჩვენ უნდა შევძლოთ კრიზისულ ვითარებაში ამ კრიზისის გაჩაღება კი არა, არამედ კრიზისის რაღაცნაირად დარეგულირება და ჩაქრობა და სწორედ ამას ვერ ვხედავ. მე ვერ ვხედავ საუბედუროდ დღეს სახელმწიფო კაცებს და სახელმწიფო ქალებს ქართულ პოლიტიკაში. ეს ნიშნავს იმას, ვერც ერთ ფლანგზე. საუბედუროდ ვერც ერთ ფლანგზე. ეს იმას ნიშნავს, როდესაც კი არ აქეზებ და კი არ ქსიამოვნებს, როდესაც ან ის მარცხდება, ან ეს მარცხდება. საბოლოო ჯამში ჩვენ დავმარცხდებით ყველა და ვერც ერთი ჩვენგანი საკუთარ თავს ვერ აპატიებს, თუ მოხდა ტყვიის გასროლა და მიდის ყველაფერი ამ ძიმე რეალობისკენ. მე ამიტომ ღელავ და განვიცდი და ამიტომ მინდა რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ, აი კიდევ ერთხელ ვამბობ, სახალხო დამცველის სივრცეში. არის იქ იმისი საშუალება. ის ამის შესახებ სახალხო დამცველმა? თუ ესეც შეიძლება ჩვენი ეთერიდან არა, უბრალოდ გაიგებს ამ გადაცემიდან. ფიქრობთ, რომ ეს ყველაზე კარგი ადგილია ამისთვის? ერთ-ერთი ნეიტრალური ადგილი ეს არის, რომ დაიწყოს საუბარი იმაზე, რას ფიქრობს ახალგაზრდობა, ხელისუფლება დააკვირდით, კიდევ ერთხელ რას უსვამ ხაზს. პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას. პასუხისმგებლობა, როდესაც ის მართავს ქვეყანას და აქვს პრეტენზია, რომ 2038 წლამდე უნდა დავრჩეთო, ხო? ეს კრიჭაში ჩადგომა, ზიზღის ენა, სულ ძალადობაზე ორიენტირება, სულ დასჯაზე ორიენტირება, ეს არ მოიტანს შედეგს. ეხლა ჩვენ შვილები გვყავს, გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსები ვართ, დედები ვართ, ხო? ჩვენ შვილებს ხო არ ვცემთ და ფიზიკურად ხო არ ვუსწორდებით, როდესაც რაღაცა პრობლემა ჩნდება და გვინდა ეს დავარეგულიროთ და ჩავაქროთ. გამოვდივართ და ვცემთ ჩვენ შვილებს და ფიზიკურად ვუსწორდებით. და დღეს რიტორიკა ხელისუფლების არ არის გაჟღენთილი არც თანაგრძნობით, არც კრიზისის ჩაქრობის სურვილით, არის გამსჭვალული აგრესიით, ზიზღით და ეს სიკეთეს არ მოიტანს. აი ამისი თქმა მინდა მე. თქვენი აზრით ივანიშვილი არ არის ამ ტიპის ხელწერის ავტორი, უფრო კობახიძეა? კობახიძით რამდენად წარმოგიდგენიათ ეს, იმიტომ რომ კიდევ უბრუნდები, რომ აი რამდენჯერმე ახსენეთ, პერსონალურად კობახიძეს გამოყოფ სხვა პრემიერებისგან და აი ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკის ავტორად მე ვთქვი ინგასთან გადაცემაში ვიყავი სტუმრად ახლა ხანს და ვთქვი იქ, რომ მაგალითად აი ეს დანოსების კანონი ნამდვილად არ არის ბიძინა ივანიშვილის მოფიქრებული და შეთხზული, იმიტომ რომ ის ამ კანონების შემთხზველი არ არის მის გონებაში არ ტრიალებს ესეთი ფიქრები, რომ შეიქმნა და არც მექანიზმები არ აქვს მას ასეთი მოფიქრებული. კანონებში შეიძლება არ წერს, მაგრამ ეთანხმება სულისკვეთება შეიძლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ პიროვნულ ფაქტორს ვინ არის პრემიერი, ვინ არის მისი გუნდი და რას თავაზობს ეს გუნდი იგივე ივანიშვილს თუ ქართულ ოცნებას და სწორედ კობახიძემ და კობახიძის გუნდმა შეიყვანა ქვეყანა ამ ჩიხში. მე ამისი თქმა მინდა და აუცილებელია რომ ჯერ ერთი აუცილებელია რომ კობახიძე დატოვოს ეს თანამდებობა. აი ეს არის პოლიტიკური მოწოდება კიდევ ერთი ჩემი და ამას პირველად არ ვაჟღერებ მე რომ დაასვენონ, წაიყვანონ, გაათავისუფლონ და თუნდაც იქნებოდა კრიზისის განმუხტვის რაღაც პირობა. რა თქმა უნდა იქნება, იმიტომ რომ იმ სხვა და ახალი პრემიერის პირობებში მე ასე ვხედავ და ასე მგონია რომ გაცილებით ადვილი იქნებოდა აი ამ საკითხებზე მსჯელობა, რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ. ახალგაზრდების გათავისუფლება, საკანონმდებლო ცვლილებები. ხედავთ ასეთ პრემიერს დღეს საქართველოში? არც ვფიქრობ ამაზე. იცით რა, როდესაც მარყუშს უჭერ და ძალიან უჭერ და აი ეს ქსიამოვნებს მე ეშხში შედიხარ. ეხლა ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ამათ ხელისუფლება უკვე შეიტკბეს და ეს შემტკბარი ხელისუფლება ძალიან სახიფათოა მე. იმიტომ რომ დგამს ყოველთვის
საბედისწერო ნაბიჯებს და ეს მარყუჟის მოჭერა იმას გამოიწვევს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს მარყუჟი გაწყდება. ახალგაზრდებთან ვერ მოიგებენ აი ამ ბრძოლას. ეს უნდა კონდეს გაცნობიერებული ხელისუფლებას და არც გვინდა რომ მოუგოთ. ჩვენგანა გვინდა რომ ჩვენ შვილებს მოუგოთ? რა სიტყავს ეს ახალი თაობა? რა არის მათი ხედვა? როგორია ამ ქვეყანაზე მათი ხედვა? თავისუფალი არჩევნები, დემოკრატიული კანონები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას, არა ფეოდალურ სახელმწიფოში ცხოვრება. დიახ, უნდათ ევროპა, რა თქმა უნდა, უნდათ, იმიტომ რომ ძალიან ღრმა არის ინტეგრაცია უკვე ჩვენი მოქალაქეებისა ევროპულ სახელმწიფოებში. ბევრი მუშაობს, ბევრი სწავლობს, ბევრი ცხოვრობს, ასევე ამ თაობას უნდა კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენს უახლოეს მეზობლებთან და საერთოდ მშვიდობაზე ორიენტირებული თაობაა ეს. და კეთილდღეობაზე, მაგრამ ეს თაობა დღეს ვერ ხედავს საკუთარ თავს ამ ქვეყანაში. აი, ნახეთ, რამდენი წავიდა, რამდენმა დატოვა საქართველო. არა მარტო ახალგაზრდამ, არამედ ოჯახები აიყარა და წავიდა ამ ქვეყანიდან. ანუ თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ კრიზისის განმუხტვა, ამ არსებული ვითარების განმუხტვა, არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგით, არამედ პროტესტში მყოფ ახალგაზრდა ადამიანებთან დიალოგის გზით უნდა მოხდეს. აუცილებელია მე მზად ვარ შევხვდე ამ ახალგაზრდებს. ახალგაზრდებს ყველა მხრიდან, ჯერ თავისთავად ეს არის ტრაგედია, როდესაც ჩვენ მხარეებზე ვლაპარაკობთ. და ხელისუფლებები არ ვიცი მიგიღებენ რამდენად იქნება ეს მათთვის, ანუ ამ ხრივ ისევ მოთელვაზე ვლაპარაკობ შეიძლება, მაგრამ რაღაცნაირად გააქვთ მათთან. იცით რა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ინიციატორები თვითონ იყვნენ, მაგრამ ამას ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი. და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ისმენენ ამ გადაცემას, ისინიც მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ შექმნან საინიციატივო ჯგუფი, აი მათაც ხო შექმნეს ახალგაზრდული მოძრაობები, ხო? მოავლინონ ეს ახალგაზრდები, დაიწყოს საუბარი და შემდეგ ეს შეთანხმებული წინადადებები უკვე მივიდეს მათთან. დღეს რაც ხდება, დიანა, რომ აქედან პირადი შეურაცხყოფები, იქიდან საპასუხო რა არის, რომ შეიქმნა მოძრაობა, რომელმაც უნდა დაიცვას თურმე ჩვენი ეროვნული ღირებულებები, ტრადიციები. ჯერ ერთი თავშივე მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ერი დაიღალა მუდმივი შეურაცხყოფით ჩვენი წმინდანების, ჩვენი მეფეების, ჩვენი ეროვნული გმირების და საუკეთესო ამისი მაგალითი არის, რაც ხდება დღეს გიორგი სააკაძის გარშემო. როდესაც ცდილობენ ამოაყირაონ მთლიანად ისტორია და ამას მიზანმიმართული სახე აქვს. მაგრამ ის რომ ეს შესაჩერებელია, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. რაღაცები როგორც გამომეპარა რა საპასუხოდ ის კი არ უნდა ჭირდებოდეს, რომ შექმნა მოძრაობა, რომელიც იტყვის, რომ მე კანონსაც დავარღვევ და ციხეშიც წავალ, იმიტომ რომ დავიცვალ ჩვენი ეროვნული ღირებულებები და არც ერთ ქართველ მეფეს, რომელთა დაცვაც თუნდაც არც ერთ წმინდას და არც ერთ ეროვნულ გმირს ეს არ მოეწონებოდა სინამდვილეში და მე უბრალოდ მაინტერესებს რომელი ტვინიკოსის თავში მოვიდა ესეთი აზრი რომ ახალგაზრდა სპორტსმენები, სტუდენტები გააერთიანონ მოძრაობაში, რომელმაც თურმე მერე ეს უნდა დაიცვას რაღაცა პირადი სამართლიდან გამომდინარე. ჩვენ საცხოვრობ, ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს საერთოდ. თუ პირადი სამართლით უნდა მოხდეს აღდგენა რაღაცა სამართლიანობის და კანონიერების მთელ რიგ მიმართულებებში. ახალგაზრდობა სჭირდება საერთოდ სხვა მიზანი, საერთოდ სხვა ამოცანები. ჩვენ უამრავი პრობლემის წინაშე ვართ. ნარკომანია არც ერთი თემა დიანა დღეს არ არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნარკომანიის საკითხი. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად ახალი ტიპის ნარკოტიკის შემოსვლის უბედურება და ტრაგედია ჩვენს ბაზარზე, რომელიც იწვევს ფსიქიკურ აშლილობებს, ფატალური შედეგი დგება და მე პატივს ვცემ ზურაბ სიხარულიძეს, რომელიც მიმაჩნია ერთ-ერთ მაღალი დონის პროფესიონალად ამ საქმეში და ვხედავთ როგორ იღწვის და როგორ შრომობს ზურა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტ ახალგაზრდას მიაწვდინოს ხმა და ბრძოლა აი ამ ყველაფრის წინააღმდეგ ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ამოცანა, იმიტომ რომ ჩვენი ერის გენოფონდის
გენოციდი მიდის ეხლა რაც ხდება და ეს ამ ხელისუფლების პირობებში არ მოხდა, ამათი მმართველობის პირობებში არ მოხდა, აი ამ მარიხუანას პოპულარიზაცია, ვითომ არაფერი მოწიეთ, მე რა, კარგია. ამათ პირობებში არ მოხდა კანაფის სამედიცინო მოხმარებისთვის კანონპროექტი რო შექმნეს და პარლამენტში შემოიტანეს, ამათ დროს არ მოხდა, რომ ამდენი მაღაზია გაიხსნა, სადაც არა მარტო მარიხუანას თესლი, არამედ კიდევ სხვა ნარკოტიკები იყიდება და ამათ ვინ ფარველობს? ხელისუფლება, მე და თქვენ კი არა. და პასუხისმგებლობა აი ამ ათასობით ახალგაზრდაზე. თქვენ ამბობთ, რომ სხვა თემები უნდა იყოს დღის წესრიგში და აი ამ კრიზისის დაძლევა უნდა მოხდეს რაღაც მოლაპარაკებით, მაგიდასთან დაჯდომით მხარეების და ერთ-ერთ ადგილად განიხილავთ სახელმწიფო დამცველის ოფისს. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს 10,000-ობით ახალგაზრდა, რისკის ქვეშ არის და 1000-ობით უკვე დაავადებულია ფსიქიკურად და კრიტიკას ვერ უძლებს ის, რაც ხდება იმ დაწესებულებებში. მეთოდოლოგიაც არა გვაქვს შემუშავებული, როგორ უნდა უმკურნალოთ ამ ახალ თაობას. და ეს თაობა მოდის ხელისუფლებაში, ხალხო, ხვალ და ზეგ დაზიანებული ფსიქიკით მოვა ხელისუფლებაში ჩვენი ახალგაზრდობა და პასუხისმგებლობა ვის აქვს? მოქმედ ხელისუფლებას და მათ შორის ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენც უნდა ავიმაღლოთ ხმა, მაგრამ მე იმას კი არ ვამბობ, რომ იმ საკითხებზე გაჩუმდეს საპროტესტო ფენა, რომელსაც ის წესრიგში აყენებს. გასაგებია პრინციპში. ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ, უნდა გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა და შევაჩეროთ ძალადობა და აგრესია, რაც გახდა ჩვენი დღევანდელობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. მადლობა, ირმა ინაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავუბრუნდები.